დავით მჟავანაძე კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, კორუფციის მკვლევარი ადამიანი, რომელმაც ბევრჯერ შეისწავლა ბევრი ჩინოვნიკის ქონება და არაერთხელ მოგვისმენია მისგან ჩვენ ამ დაუსაბუთებელი ქონებების შესახებ. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღე არ გადის ვინმე მაღალი თანამდებობის პირი არ დააკავონ. ასეთია მაგალითად რაღაცა დაკავებების სერია ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ახლა ჩვენ ნახეთ რომ თანამდებობები Justice სამინისტროში, თუმცა მის გარშემოც არაერთი სკანდალია. მოკლედ რომ დავიწყოთ სანამ კონკრეტიკაზე გადავალთ, რას ვუყურებთ ქართულ ოცნებაში, რომელიც თავად ქართულმა ოცნებამ გააშიშვა, არის თუ არა ეს დიდი კორუფცია, რომელიცაც ჰქონდა ადგილი მართულ პარტიაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ეს დიდი კორუფცია არის, რომელზეც მუდმივად საუბრობდით მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც კორუფციის მკვლევრები, აგრეთვე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ამაზე ყოველ ჯერზე ხვდნენ რომ ეს იყო ტყუილი, არაფერი მსგავსი არ ხდებოდა და ის ხალხი, ვინც დღეს აი ამ დაკავებებს ახორციელებს, ირაკლი კობახიძე მათ შორის და მისი ეს ადმინისტრაცია, ესენი იყვნენ პირველები, რომლებიც პარლამენტში იცავდნენ, მაგალითად, მინისტრ ქარსელაძეს, ლილუაშვილს და სხვა ჩინოვნიკებს, რომლებსაც ახლა კორუფციის გამო, ასე ვთქვათ, დაძდევენ და მათი გარემოცვიდან დააკავეს ყველა. ეხლა ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ყველაზე მასშტაბური შიდა კლანური ომი ქართულ ოცნებაში, რომელიც მათი 13 წლიანი მმართველობის განმავლობაში ოდესმე მომხდარა. არასდროს ასეთი მასშტაბი არ ქონია მსგავს დაპირისპირებას ოცნებაში, არც გახარიას წასვლის დროს, არც მანამდე კვირიკაშვილის გათავისუფლების დროს, არანაირი გაყოფის დროს ქართულ ოცნებაში მსგავსი დაპირისპირება არ ყოფილა, როგორც ახლა არის. რა თქმა უნდა, ამას ფუთავენ როგორც კორუფციასთან ბრძოლის პროცესით და ეს ყოველდღე ბრიფინგები, ეს მიზანმიმართული არის, ხო, რაღაც ყოველ 12-ზე, 3-ზე და 5-ზე რაღაცა უწყებები აკეთებენ ამ ბრიფინგებს და ქმნიან განცდას, რომ თითქოს ამ ქვეყანაში აღმოფხრეს რაღაც კორუფცია და ეს უმსგავსობა. ნუ ჯერ ესეთი ეს აღიარება არის, რომ ამ ქვეყანაში ყველა სფერო მოშლილია. ხან კერძო სექტორში აკავებენ ვიღაც ბიზნესმენებს და ის სფერო ჰოლდინგის წარმომადგენელი დააკავეს, დღეს ესე ვიცით და ხან რაღაც ყოფილ ჩინოვნიკებს და მეორე მხრივ ან აღიარება არის აშკარა, რომ არც ერთი სფერო ამ ქვეყანაში არ იყო თავისუფალი და იყო კორუფციაში ჩაფლული. მეორე მხრივ ეხა ბოლოს რაც მოხდა ეს ხმალაძის გათავისუფლებას იყო დღევანდელი აბავი, გუშინ დააკავეს ლევან კუპატაშვილი, რომელიც იყო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მან ბრიფინგზე მაგათმა არ თქვეს, მაგრამ გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე როცა იყო ეს კაცი და ედავებიან რომ კორუფციულ გარიგებაში შევიდა, მაშინ გზების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქარსელაძე იყო, რომელიც შემდგომ მინისტრი გახდა და ვიცე-პრემიერიც იყო ამ მთავრობაში. ხო, ანუ რეალურად გუშინ დააკავეს კიდე ერთი მსხვილი ასე ვთქვათ, მსხვილი ადამიანი, მსხვილი მნიშვნელობის მქონე ადამიანი ირაკლი ქარსელაძის და გრიგორ ლილუაშვილის გარემოცვიდან. იმიტომ რომ მაყურებელს კიდე ერთხელ მინდა შევახსენო, რომ ირაკლი ქარსელაძე და გრიგორ ლილუაშვილი ერთმანეთის კურსელები და მეჯვარეები არიან. შესაბამისად, ისინი რომც არ იყვნენ კურსელები და მეჯვარეები, ირაკლი ქარსელაძე არის პასუხისმგებელი პირი. ჩვენ საგამოძიებო უწყებამ გითხრა, რომ მის სახლში ჩატარდა ჭრეკა, თუმცა არ ვიცით, რომელი სისხლის სამართლებრივი საქმის ფარგლებში გაჩხრიკეს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის საცხოვრებელი სახლი. ახლა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ თანამდებობიდან ხმალაძის გაშვების საქმეზე, არის თუ არა ირაკლი ხმალაძე პირი, რომლის საქმიანობაც დაუსაბუთებელი ქონების საქმეებიც უნდა იყოს რეალურად გამოძიების საგანი და მისი გადაყენებაც შესაძლებელია თუ არა უკავშირდებოდეს სწორედ აი ამ დიდ ფულს, რომელზეც არაერთხელ საუბრობდით. ნახეთ, ქართულ ოცნებაში არსებული ესეთი მსხვილი კორუფციული კლანებიდან, აი ამ ქარსელაძე, რიჟვაძე, ლილუაშვილის გარდა, კახაკალაძე ყოველთვის იყო, ასე ვთქვათ, კაშკაშა ვარსკვლავი კორუფციის ქართულ ოცნებაში და ამაზე ყველაზე მეტი სტატია ამ კაცი არის დაწერილი კახაკალაძეზე და მის გარემოცვაზე და ირაკლი ხმალაძე იყო მისი უახლოესი გარემოცვა, ხო ესეა. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ეს შიდა კლანური ომი დაიწყო, კახაკალაძე ჯერჯერობით გადაურჩა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ისევ არჩეული მერი არის და როგორც ჩანს რაღაცა ტიპის შეთანხმებას მასთან ივანიშვილმა მიაღწია, მაგრამ როგორც ჩანს ეს შეთანხმება და ეს კავშირი კალაძის და ქართული ოცნების დღევანდელი ადმინისტრაციის არც თუ ისე მყარი არის. იმიტომ რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დღეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველამ ხო ვიცით, არა, ან ყველამ იცის ამ ქვეყანაზე, რომ კახაკალაძე არის ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი ქართული ოცნების სტანდარტითაც კი. და უამრავი სტატია გვაქვს, რა ვიცი, ხა რის გამოც დაიჭირეს, მაგალითად, აი ეს ქარსელაძის გარემოცვიდან ყველა და ლილუაშვილის გარემოცვიდან ყველა, ეგრე არის დასაჭერი კახაკალაძე, რა ვიცი, წელიწლის გამზირის რეაბილიტაციის გამო, სადაც 3 მილიონით მეტი დაჯდა გამზირის რეაბილიტაცია, ვიდრე თქვათ თავიდან იყო ჩადებული ხელშეკრულებაში. უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია
რეაბილიტაციის გამო, რომელიც 2 მილიონით მეტი დაჯდა, ვიდრე ეს იყო თავიდან. ანუ კახაკალაძე ყველა ტენდერში ამას აკეთებდა. ჭავჭავაძის გამზირი დაამთავრა 8 თვის მერე და მის გოციიძის მეთოდა დაამთავრა 1 წლის მერე მისი რეაბილიტაცია. ხო, ანუ ეს საქმე, მსგავსი საქმეებით კახაკალაძე შეიძლება ნებისმიერ დროს დაიჭირო. უბრალოდ ეხლა ამათმა რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს კალაძესთან დროებით, მაგრამ როგორც ჩანს ეხლა ხმალაძის გათავისუფლება იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან ნიშნავს, რომ ეს შეთანხმებაც არც თუ ისე მყარი არის და შესაძლოა მომავალში ვიხილოთ კახაკალაძის გარემოცვიდან ხალხი ციხეში და ეს შიდა კლანური ომი კიდევ უფრო მწვავე გახდეს და ეს სინამდვილეში ლოგიკურიც იქნება, იმიტომ რომ ამ ტიპის დაპირისპირება რაც ეხლა ოცნებაში არის, შეუძლებელია რომ აი ესე ჰარმონიულად დამთავრდეს ისე რომ დინარაძე ყობახიძის კლანმა ივანიშვილის ასე ვთქვათ ხელდასმით ეს მოწმინდოს ამხელა კორუფცია და ამხელა სისტემა რაც აშენებული ქონდა ქართულ ოცნებას და ცხოვრება გაგრძელდეს ისე როგორც არაფერი. ეს ესე ვერ მოხდება და ეს კალაძესთან დაპირისპირება ალბათ მომავალი ეტაპი იქნება. კალაძის გათავისუფლება შესაძლოა კალაძის გაფრთხილებად განვიხილოთ, ისევე როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებები შეიძლება განვიხილოთ ქარსელაძის გაფრთხილებად, რომ შემდეგი შესაძლებელია ის იყოს. 100%-ით ეგრე არის, იმიტომ რომ ირაკლი ხმალაძეს ერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული და არ აქვს გადადგმული კახაკალაძის ნებართვის გარეშე, ხო, მისი მოადგილე იყო, უახლოესი იყო, ძალიან ახლო მეგობრობდნენ კიდევაც და შესაბამისად ყველა კორუფციული გარიგება, რომელშიც ხმალაძე შესულა, ამაზე რა თქმა უნდა კახაკალაძე არათუ ინფორმირებული იყო, ჩართული იყო ამ ყველაფერში, ხო? ალბათ სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს ვსაუბრობთ. კი, ოღონდ ნახეთ ამ სავარაუდოს ვსაუბრობთ ყოველთვის და ეხლა მაგის გამო ხალხს იჭერენ. ანუ ძალიან მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე არის, იმიტომ რომ ყველა ეს დაჭერები რაც ეხლა ხორციელდება, ამაზე ეს სტატიები რაც მოგვიმზადებია, ყველგან აი ეს სავარაუდო სისტემა როგორ მუშაობდა? ჩვენ გავიგეთ გზების დეპარტამენტის შეფის თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირების შესახებ, რომ ის ფულს აკეთებდა, ის დოკუმენტებს აყალბებდა, რომ მილიონობით ლარი მიჰქონდა და ასე შემდეგ. ეს ხომ შეუძლებელია, ეს ადამიანები წლების განმავლობაში იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს. შეუძლებელია მათ ყავდათ ხელმძღვანელი პირები და ყავდათ მაკონტროლებლები შიდა სისტემაში, რომ სხვას და ხელმძღვანელ პირებს არ ცოდნოდათ. სისტემა როგორ მუშაობდა, ფულის შოვნის გზა როგორ მიდიოდა? ანუ არანაირი მაკონტროლებელი სისტემა არ არსებობს, რომელიც მუშაობდა რეალურად და რომელიც მართლა უწევდა ამას კურირებს. აი როგორც ანტიკორუფციული ბიურო რო აქვს დღეს რაჟდენ კუპრაშვილის თამადობით, ხო? როგორც ეგ მაგ ორგანოს არანაირი შეხება არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან და საერთოდ აბსოლუტური ბუტაფორია არის, ისევე იყო ყველა უწყება აქამდე. ეხლა მაგალითად ვიტყვი რა, ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროში თუ აი ამ კორუფციულ გარიგებებში შედიოდა და ამხელა ფულს აკეთებდა, ხო? და მისი მინისტრობის განმავლობაში 18 მილიარდი არის განკარგული სამინისტროს მიერ, როგორც ტენდერებში, ასევე თქვა ზოგადი საერთო ბიუჯეტის სახით. აი ეს აქ თუ რაიმე კორუფცია იყო, ეს უნდა გაეკონტროლებინა გრიგოლ ლილუაშვილის ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც სუსის, ასე ვთქვათ, ნაწილი იყო მანამდე, ხო, დღემდე არის სუსის ნაწილი ანტიკორუფციული ბიურო და როგორ გააკონტროლებდა ხა გრიგოლ ლილუაშვილი მისი მეჯვარის ირაკლი ქარსელაძის კორუფციულ გარიგებებს, თორსა შეთანხმებული იყვნენ, რომ მათ ეს უნდა ეკეთებინათ და ამაზე ბიძინა ივანიშვილისგანაც მწვანე ქონდა თანთებული, ხო, ეს ხო ყველამ კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონდა ეს ყველაფერი ესე გადანაწილებული. მათ შორის იქეთ რიჟვაძეს აჭარაში, ღარიბაშვილს კახეთში. ღარიბაშვილს აი ესე თან ეს რეგიონალური დაყოფა ცოტა ისეთი ფეოდალიზმი დააბრუნეს რეალურად, მარტო კორუფცია არ არის. მაგალითად ღარიბაშვილს ქონდა ეს კახეთის რეგიონი და მასთან დაკავშირებულმა ერთმა კომპანია სერპატინმა მაგალითად 400 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო აი მისი მინისტრობის განმავლობაში და უმეტესობა მოიგო კახეთში გზების რეაბილიტაციაზე. ისევე როგორც მაგალითად გრიგოლ ლილუაშვილის და ქარსელაძეს ქონდა მაგალითად იმერეთის რეგიონში ძალიან დიდი გავლენა და ბევრი ტენდერი იქიდან მოუგიათ, იმიტომ რომ იქიდან არიან წარმოშობით, ხო? ეს რაღაც ფეოდალიზმი და კორუფცია ერთმანეთში აურიეს და ეს დააბრუნეს და ხო, ანუ კითხვა ლოგიკურია რომ რატო არ ხდებოდა კონტროლი, მაგრამ პასუხი ის არის რომ კონტროლი როგორ მოხდებოდა, როცა ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე კლანის, ერთი და იგივე ოჯახის და ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ მაკონტროლებელ და აღმასრულებელ ორგანოებში. დავით, აი როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ ეს არ არის რეალურად კორუფციასთან ბრძოლა და ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება. თუ კი რაღაცნაირად ზედაპირულად შევხედავთ ამ ამბავს, ვნახავთ რომ ერთი სახელისუფლებო რგოლი შეცვალა მეორე სახელისუფლებო რგოლმა და თითქოს და დაიწყო ამ ყველაფრის შემოწმება და აღმოჩენილ დარღვევებზე აქვთ მყისიერი რეაგირება. გულისხმობ მდინარაძე ყობახიძის რაღაცა სამთავრობო ახალ რგოლს. რატომ არ არის ეს რეალურად კორუფციასთან ბრძოლა? ვუყურებთ რომ ვიღაცებს იჭერენ, ვიღაცები ჯერ გარეთ არიან, მაგრამ ვიღაცებს იჭერენ. მხოლოდ იმათ იჭერენ, ვის კეთილგანწყობაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა.
ანუ არ არის მან და აბსოლუტურად შერჩევითი არის. რა თქმა უნდა, ამ ხალხს ყველაფერი ეს ჩადენილი აქვს, რასაც ედავებიან და იჭერენ. მაგაში ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ თუ ესე კორუფციას ესენი ებრძვიან, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი ქართული ოცნების მხარესაც არის დასაჭერი. მაგალითად, ბექა ოდიშარია დღეს არის დასაჭერი იმავე ბრალით რა ბრალითაც დაიჭირეს ჯუანშერ ბურჯულაძე. რომელმაც აი გეტყვით რატომაც ბურჯულაძეს ხო ედავებიან რომ ეს MRI-ის აპარატები შეიწყდა ფასი გაბერა. ზუგდიდის მერიამ 2019 წელს შეიწყდა ბექა ოდიშარიას ქვისლის კომპანიისგან ავტობუსები, სადაც გაბერა ფასი და 2.700.000 ლარის ნაცვლად 3.300.000 ლარი გადაიხადა. ამაზე აუდიტი სამსახურმა დაწერა. ჯერ კიდე შედარებით თავისუფლად რომელიც ყოველთვის აგზავნის პროკურატურაში ამდასკვნებს. აბსოლუტურად ღია იყო. ანუ 600.000 ლარი ოდიშარიამ და მისმა ქვისლმა აი ამ კომპანიის მეშვეობით გააკეთეს აი ამ მოიპარეს ბიუჯეტიდან, ზუგდიდის ბიუჯეტიდან. ანუ ზუსტად იგივე ბრალი არის, ერთ-ერთი იგივე. ხო, იქ იყო MRI-ის აპარატები, აქ არის ავტობუსები. არც გაუბერტყია ტყური საერთოდ არანაირი რეაგირება არ ქონიათ. ხო, თუ დასაჭერი არის, მაშინ ბექა ოდიშარიას უნდა დაიჭიონ, ხო ესეა? ან იგივე კახაკალაძეზე აი ხო გეუბნებით, აი რა ბრალითაც ეხა იჭერენ, მაგალითად აი ინფრასტრუქტურის სამინისტროში რო ვადა გადაცილებით და რაღაც, ზუსტად იგივენაირად კახაკალაძე არის დასაკავებელი. ყველა პროექტი რაც თბილისში განხორციელდა და ყველა წერეთელი უნივერსიტეტის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი გლდანში გზების რეაბილიტაცია, ყველა ეგრე მოხდა. ყველგან იყო ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიები, ან ქართული ოცნების მაგაც წევრების კომპანიები, მაგალითად წერეთლის გამზირი გააკეთა ლუხუმ ქართლოსიშვილის კომპანიამ, რომელიც იყო ქართული ოცნების დეპუტატი, ჭავჭავაძე გააკეთა ჯეუ გრუპა, რომელიც არის ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველი და ყველა პროექტზე ასე არის და ყველგან ვადა გადაცილება, ყველგან თანხის დამატება არის ზემოდან, ხო? აი ის იგივე იყო მაგალითად ვაკის პარკის რეაბილიტაცია სადაც თანხა გაიზარდა 5 მილიონი ლარით და იქ როგორი ტრაგედია მოხდა ისიც ვიცით ხო არავინ არ დაუკავებიათ და არ მიუციათ თუ კახაკალაძე ყოველ შემთხვევაში და პოლიტიკური პირები ხო ესეა და ის მოადგილდა ხო ეს არის შერჩევითი არის აბსოლუტურად და მაგიტომაც ანარი კორუფციასთან ბრძოლას ამას ერთი ადამიანს არ დაუკავებიათ ისეთი რომელიც დღეს არის ქართული ოცნების მხარეს და მოქმედია ასე ვთქვათ დეპუტატი და მოქმედი წევრი მათი და რომელიც იგივე კორუფციულ ბრალდებებში არის ჩართული აი ხა სულ ბოლოს დაკავება რო იყო ვლადიმერ სტეფანიანი რო დააკავეს ბორჯომში ეგ კაცი გოჩაინუქიძის ბიზნეს პარტნიორი იყო ეხლა უკანონო მშენებლობებს ახორციელებდა წლების განმავლობაში სასტუმროთა ქსელი ისე აშენა რომ არავის გაუგია სოკოებივით თავისით ამოვიდა ხო ნუ კი ხო ანუ ამხელა გავლენა ქონია ამ კაცს რომ ააშენა ამდენი რაღაც თვითონ არავინ არაფერი არ იცოდა რა თქმა უნდა ყველაფერი იცოდა და ეგ კაცი იყო გოჩაინუქიძის ბიზნეს პარტნიორი ანუ გოჩაინუქიძეს გამოსაკვლევი არის მაშინ მისი საქმიანობა როგორი არის და აი მაგალითად კიდე ერთ ვიტყვი სონღულაშვილი რო არის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრი მაგას და მაგის ოჯახის აქ ინტერესები ჰესების მშენებლობაში და დაახლოებით 30-მდე ლიცენზია აქვს ჰესის მშენებლობაზე მიღებული მორგებული პირობებით ანუ არანაირი ასე ვთქვათ ბარიერები და არანაირი კონკურენცია არ შექმნიათ პირდაპირ ეს მიიღეს ეს ნებართვები და 30-მდე ჰეს ამუშავებენ საქართველოში რომლის დიდ ნაწილი სავარაუდოდ იყენებენ მაინინგისთვის იმიტომ რომ ჰესების მშენებლობა უკავშირდება ქართული ოცნების პირობებში მაინინგის ასე ვთქვათ განხორციელებას და მაგიტომაც არ იწევს დენის გადასახადი მაგალითად იმიტომ რომ ჰესები შენდება მაგრამ დენის გადასახადი იზრდება ან იგივე რჩება და იმიტომ რომ მაინინგისთვის და აი ამ დავით სონღულაშვილის ასე ვთქვათ ოჯახს აქვს ეს ინტერესი ისე როგორც კახეთში ღვინის ან გამოდის რომ არ არსებობს არც ერთი ტენდერი არ არსებობს არც ერთი ნებართვა რომელიც გაცემულია თუ სწორად მახსოვს დავით სონღულაშვილის ძმის ჰესების კომპანიისთვის ბოლო ნებართვები ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს არის გაცემული თუ სწორად მახსოვს დაკავებული ერთ-ერთი პროტეჟე ბიჭიკო პაიკიძესაც ირაკლი კობახიძე მისცა ჰესის მშენებლობაზე ნებართვა რომელიც ვეღარ ააშენა იმიტომ რომ დაიჭირეს ეს კაცი და გაიქცა გამოდის რომ არ არსებობს არც ერთი პროექტი რომელიც წინასწარი გარიგების საფუძველზე არ კეთდება და ამაში ჩინოვნიკები ფულს არ იღებენ აბსოლუტურად არც ერთი არის ერთი გამონაკლისიც არ არის ეგეთი განსაკუთრებით მსხვილ პროექტებზე მაქვს ახლა საუბარი და არა რაღაცა მცირე შესყიდვებზე და ეს სად ჩანს კიდე იცით რომ აი თემურ ჭყონია თქვა რომ ამ ხელაფული თუ ტრიალებდაო რა ვიცოდიო საიდან არის ამ ხელაფულიო ხო ანუ ეს აი ეკონომიკა რო იზრდება ფურცელზე ორნიშნად და რო გვაქვს თითქოს და ამ დროს ქვეყნიდან გვაქვს მასობრივი მიგრაცია და მიდის ხალხი ქვეყნიდან და 160,000 ქართველი რო წავიდა ბოლო 3 წელში მაშინ როცა ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა აი აქ არის პასუხი ამ ყველაფრის გესმით რომ ამდენი შესყიდვა ამდენი კაპიტალი ამხელა ფული და ყველაფერი რო კორუფციულად განიკარგება არაფერი აღარ მიდის მე ადამიანების ჯიბემდე და ადამიანის კეთილდღეობაზე ეს არ აისახება ოქროზოდები აქვს ამათ სახში დალაგებული და მაგალითად ანუკი არეშიძეს აქვს $80,000
$100 ყელსაბამი ჰელოუინის დღესასწაულზე და აზა ჩილაჩავას აქვს $2.55 რომელსაც აი ეს არის განსხვავება. ანუ აზა ჩილაჩავამდე ეს ფული ვერ მივა ვერასდროს, იმიტომ რომ კორუფციულად განიკარგება, თორე კაპიტალი რო ტრიალებს რაღაც ეგ ხო გასაგებია, მაგას ყველა ვხედავთ. მაგრამ ეს ფული განიკარგება კორუფციულად და ეხლა ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ. და ერთსაც ვიტყვი რომ თუ მაგალითად რა ვიცი კორუფციაზე რასაც ვამბობდით, ყველაფერი ეგ მართალი იყო და ეხლა აღმოჩნდა რომ მართალი არის და ლამის მართლა იმ დაწერილი სტატიებით იძიებენ ამ საქმეებს და იჭერენ ამ ხალხს, მაშინ სხვა ბრალდებები რაც გვაქვს ქართულ ოცნებასთან, არჩევნების გაყალბებიდან დაწყებული, პოლიტიკური დიალოგით გაგზელებული და საგარეო პოლიტიკური კურსის შესვლით დამთავრებული, მანდ ვცდებით და აქ ვიყავით მართლები, რა თქმა უნდა, ყველაფერში მართლები ვართ. რა თქმა უნდა, რასაც ვხედავთ, ყველაფერი ისე არის. გოჩა ენუქიძესთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი მინდა გითხოთ, სანამ დაგემშვიდობავით. თქვენ გულისხმობთ, თქვენ ამბობთ, რომ ის ბიზნეს პარტნიორი იყო დაკავებული ვლადიმერ სტეფანიანის, რომელიც ვითომ და ისე აშენებდა ამ ხელოსასტუმროებს, რომ არავის გაუგია. ეს კიდე ცალკე სრული აბსურდია, რომ კონტროლი იმდენად არ ხორციელდება, რომ რამდენიმე სართულიანი მშენებლობები მიდის და არავის გაუგია და დაუნახავს, რომ რა ბიზნესში იყვნენ ისინი პარტნიორები და რატომ ყვეთ ამ საქმეშიც თუნდაც ენუქიძის პასუხისმგებლობის ნაწილს ან და გამოძიების საჭიროებას რატომ ხედავთ? ხო, ნახეთ, ეს სტეფანიანის და ეს ენუქიძეს ძირითადად აი დეველოპერული სამშენებლო კომპანიებში არიან ბიზნეს პარტნიორები ერთმანეთთან. ახლაც ბიზნეს პარტნიორები არიან? 2019 წელს შეწყდა ეს ბიზნეს პარტნიორობა ფორმალურად, მაგრამ ჩვენ ხო გვესმის რომ ეს ფორმალურად ჯერჯერ 2019 წელს აშენებდა ეს კაცი ამ სასტუმროებს. გასაგებია რომ გოჩა ენუქიძე შეიძლება უშუალოდ არ იყო ჩართული აი ამ კონკრეტული სასტუმროს აშენებაში, მაგრამ ბიზნეს პარტნიორი არის ეს ხალხი ერთობლივად ახორციელებდნენ პროექტებს და გოჩა ენუქიძე ზუსტად ისეთივე ფეოდალი და ისეთივე კორუმპირებული არის, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ვინც ეხა დააკავეს და ვისაც ეხა ბრალი წაუყენეს და ხო, ანუ თუ სიღრმისეული გამოძიება არის მაშინ და თუ შერჩევითი არ არის ეს მიდგომა და არ არის შიდა კლანური ომი და არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს კლანური ომიც ფულს უკავშირდება, დავით. ერთის მხრივ ვერ გაინაწილეს ეს თანხები, უფრო მეტი მოიპარეს ვიდრე ჰქონდათ მათ უფლება და მწვანე ანთებული, თუ აი რა კლანურ დაპირისპირებას. ორი მთავარი მიზეზი არის ჩემი აზრით და ჩემი დაკვირვებით. ერთი ის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ფინანსური დეფიციტი, ან ცოტა შეიძლება უჩვეულო ჟღერს, რომ მილიარდერ კაცს როგორ აქვს, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ ეს კაცი არის სანქცირებული ამერიკის ხაზინის მიერ და სანქცირებული არის მათ შორის ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მიერ და ეს კაცი ვერ განკარგავს მის ქონებას სრულყოფილად იმ ქონებას, რომელიც დასავლეთში აქვს, მან ვერ დაიბრუნა ის $800 მილიონი, რომელიც შვეიცარიულ ბანკს მოუგო, ზუსტად იმიტომ, რომ სანქცირებული არის და ასე ვთქვათ, საეჭვოთა სიაში არის შეტანილი. შესაბამისად, მას აქვს გარკვეული ფინანსური დეფიციტი ამ მიმართულებით და ამ ევროკავშირთან შეწყვეტილი ურთიერთობები, მათ შორის საქართველოს კაპიტალის შემოსვლასაც აფერხებს და ამით ზიანს ვიღებთ, ამიტომ ერთი ამბავია, რომ ამას ეს ფულის ამოღება სჭირდება და ეს რაღაცა ეს კაპიტალი უნდა მოაგროვოს თავისთან, რომ ასე გზნობს ის თავს მყარად და ძლიერად და მეორე არის პოლიტიკური ეჭვიანობა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ამას, აი ხა ეს სანქცირებულიც რო გაათავისუფლოთ დღეში საკუთარ ministris მოადგილე, ხო? ანუ 80% ვინც დასანქცირდა, ყველა სახში გაუშვეს და ვინც არ დასანქცირდა, იმაზე ყველაზე ეჭვიანობს ივანიშვილი, მათ შორის ლილუაშვილზე, ქარსელაძეზე და სხვებზე. შესაბამისად, ორი რაღაცა არის, ეს არის ფულის ამოღება და პოლიტიკური ეჭვიანობა. მადლობა.